ირანის ახალი ლიდერი ისრაელის სამიზნე გახდება. ეს განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანში მამას შვილით ჩაანაცვლეს და ახალი სულიერი ლიდერი აერჩიეს. შესაბამისად, მუჯდაბა ხამენეი ახლა ნეთანიაჰუს ახალი სამიზნეა. ისრაელ კაცი ამბობს, რომ ნებისმიერი ლიდერი, ვისაც რეჟიმი დანიშნავს ლიკვიდაციას დაემქვემდებარება. ისრაელისა და ამერიკის ერთობლივი დარტყმები ირანზე გრძელდება. იბომბება ირანის რეჟიმისთვის სასიცოცხლო კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ცოტა ხნის წინ იერიში მიიტანეს ქურთებით დასახლებულ სასაზღვრო რეგიონში. საჰაერო დარტყმები განხორციელდა სასაზღვრო პუნქტებზე, ბაზებზე და პოლიციის განყოფილებებზე ჰაფეჰიში და სანანდაჯარიში. ამასობაში ხამენეის რეჟიმმა ინდოეთის ოკეანეში ამერიკული გემი დაბომბა. ინფორმაციას თავად ირანული მედია ავრცელებს. ირკვევა, რომ სამხედრო გემის საწვავით იტვირთებოდა ამერიკული ტანკერიდან, რომელიც ირანის სანაპიროდან 650 კილომეტრში იმყოფებოდა. ირანული მედია წერს, რომ რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედროებმა ამერიკულ გემს ქადრეს 360 რაკეტებით დაარტყეს. ირანული დაზვერვის მონაცემებით გემბანზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ინფორმაცია ჯერ ამერიკულ მხარეს არ დაუდასტურებია. ირანის რეჟიმი ხის რიტორიკას არ წყვეტს. ამერიკას უთვლიან, რომ გრძელვადიანი ომისთვისაც მზად არიან. რეჟიმის მოსამართლეები კი საკუთარ მოქალაქეებს ემუქრებიან, ვინც აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ წავა ყველა ისლამური წესებით დაისჯება. ჩვენ არანაირი ნდობა არ გვაქვს ამერიკელების მიმართ და არც მათთან რაიმე მოლაპარაკების საფუძველი გაგვაჩნია. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ომი. ჩვენ ერთხელ უკვე ვაწარმოეთ ომი 8 წლის განმავლობაში. ახლაც ჩვენი ისტორია და ჩვენი რამდენიმე ათასწლოვანი ცივილიზაცია აჩვენებს, რომ ჩვენ არ გვეშინია ომის და არც მისი გაგრძელების გვეშინია. მაგრამ ისინი ასე არ არიან. მათ ასეთი მდგომარეობა არ აქვთ. როდესაც რევოლუციამ გაიმარჯვა, მას სამი საკრდენი ჰქონდა ხალხი, ხალხის რელიგია, ლიდერობა. ამერიკელებმა სწორედ ეს მოდელი გამოიფენეს ირანის დასანაწევრებლად. სინამდვილეში მათ არ სურთ მხოლოდ ისლამური რესპუბლიკის ხელში ჩაგდება. მათი მთავარი მიზანი ირანის დანაწევრებაა. ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობს მტერთან, ჩაითვლება მტრად. ახლა ომის პერიოდია. მათ ოფიციალურად გამოაცხადეს ომი და დაიწყეს იგი. თუ ვინმე იმოქმედებს ამ კრიმინალი მტრის, ანუ ამერიკის ინტერესების სასარგებლოდ, ის მტრის მხარეს დგას. ასეთ პირებთან მიმართებით გამოყენებული იქნება რევოლუციური და ისლამური პრინციპები, როგორც ეს ომის დროს არის მიღებული. შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობრივი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ირანში სულ მცირე 1097 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის კი 181 ბავშვია. შტატებში დაფუძნებული უფლებადამცველების ჯგუფი ამბობს, რომ დაშავებულია 5400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 100 ბავშვია. ირანში თავდასხმასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში აზრები იყოფა. კონგრესში არიან კონგრესმენები და სენატორები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეერთებული შტატების მიზანი ახლა მათთვისაც არის გაურკვეველი. ამ შემთხვევაში ისინი აკრიტიკებენ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას და ამბობენ, რომ არ არსებობდა არანაირი მიზეზი იმისა, რომ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს ისრაელთან ერთად სამხედრო თავდასხმა განეხორციელებინა ირანის ტერიტორიაზე. შესაბამისად, მათ შორის რესპუბლიკელი კონგრესმენებიც დონალდ ტრამპის გუნდის წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ ირანის მხრიდან ასეთი ტიპის საფრთხეს ამერიკას არ უნდა დაენახა. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ამ ბრიფინგის შემდეგ უფრო მეტად მეშინია ვიდრე ოდესმე, რომ შესაძლოა ჩვენი ჯარისკაცები ადგილზე გავაგზავნოთ. უკვე არ ვიცი, რა პრიორიტეტები აქვს ადმინისტრაციას მომავალში. იქნება ეს ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურება, უბრალოდ მისი რაკეტები, რეჟიმის შეცვლა თუ ტერორისტული საქმიანობის შეჩერება. ადმინისტრაცია ხალხის წინაშე ვალდებულია გამართოს ბრიფინგები, არა მხოლოდ კონგრესის წევრებისთვის, არამედ ამერიკელი საზოგადოებისთვის. ჩემი შეხედულებით ამ დრომდე არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ არსებობდა გარდაუვალი საფრთხე, რითიც ჩვენ ირანზე თავდასხმას გავამართლებთ. იყო გარკვეული კომუნიკაცია ზოგიერთ ადამიანთან, ვისთანაც შეიძლებოდა ურთიერთობა გქონოდა. ყველა მათგანი ჯერ კიდევ არ არის კარგი. ზოგჯერ არასწორ ადგილას არასწორ დროს აღმოჩნდები. ირანის რეჟიმი ამტკიცებს, რომ ისინი მზად იყვნენ მოლაპარაკებებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან. საინტერესო განცხადება გავრცელა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ დონალდ ტრამპმა დიპლომატიას უღალატა და ახლა ირანის რეჟიმი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ისინი მზად იყვნენ მოლაპარაკებებისთვის და დიპლომატიისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან, თუმცა შეერთებული შტატებიდან ამტკიცებენ, რომ მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა და ისინი ირანისგან გაცილებით დიდ საფრთხეს ხედავენ.
ნიშნავდნენ, ამიტომაც ტრამპის ადმინისტრაცია მის თავდასხმას ირანის და მის სპეცოპერაციას, რომელსაც ისრაელთან ერთად ატარებს, ამართლებს და ამბობს, რომ ეს სპეცოპერაცია შტატებისთვის გარდაუვალი იყო.